ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. მაღალ ყოვლადოსამდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, წინვალეს შვიდეულის სამშაბათს და ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. დღეს წაკითხული სახარება მოგვითხრობს მტრეთით აღდგომილი იესო ქრისტეს შეხვედრაზე თავის ორ მოციქულთან, ლუკასთან და კლეოპასთან, როდესაც ისინი ემაუსში მიდიოდნენ. აი უფალი იესო ქრისტე მიდის მათთან და ესაუბრება, მაგრამ ისინი ვერ იცნობენ მას. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით იტყვიან, რომ გულში იგრძნეს დიდი მხურვალება აი ამ საუბრის დროს. და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ისინი სახლში შედიან და უფალი იესო ქრისტე აღასრულებს ევქარისტიის საიდუმლოებას, პურს გატეხავს და მათ მისცემს, აი მხოლოდ მაშინ იცნობენ, რომ მათ წინაშე არის მაცხოვარი. აი რატომ მოხდა ესე, რომ მათ თავიანთი მოძღვარი ვერ იცნის აი ამ საუბრის დროს. და ისე ხდება ძვირფასო ძმებო და დებო ხშირად, რომ ადამიანები ცდილობენ თავიანთი გონებით შეიცნონ ღმერთი. ამისთვის კითხულობენ წმინდა წერილს, ეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურას, წიგნებს, საღვთისმეტყველოს, უსმენენ ქადაგებებს და ეს რა თქმა უნდა მათ ეხმარება. და აი ლუკას და კლეოპას მსგავსად შეიძლება გულიც კი გაუთბოს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, სრულიად არ არის საკმარისი ღმერთის შესაცნობად, იმისთვის რომ იგრძნო შენ ცხოვრებაში და დაინახო ღმერთის არსებობა და მასთან კავშირი დაამყარო, განიცადო მასთან შეხვედრა. აი ამისთვის საჭიროა იმონაწილეო ევქარისტიის საიდუმლოებაში და სინანულით და რწმენით ეზიარო ქრისტეს სისხლსა და ხორცს. აი მხოლოდ მაშინ უკვე შენში ეს წიგნები კი არ მუშაობს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ წიგნის დამსახურება კი არ არის და შენი გონების და გონივრული წიგნების, არამედ მთელი შენი გულით და გონებით გრძნობ ღმერთის არსებობას, ხედავ ამას შენ ცხოვრებაში, ისევე როგორც აი ლუკამ და კლეოპამ დაინახეს, იცნეს მაცხოვარი მხოლოდ მაშინ, როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარნენ. ამრიგად აი დღევანდელი სახარება ჩვენ გვასწავლის, რომ წმინდა ზიარებას აქვს არა მხოლოდ ის ძალა, რომ ჩვენი სულიერი და ხორციელი უძლურებები განკურნოს, არამედ ვეხმარება რწმენის გაძლიერებაში და იმაში, რომ შევიგრძნოთ უფლის სიახლოვე და შევიგრძნოთ ის, რომ უფალი აი ამ თავისი დიდი საიდუმლოებით ხელს გვიწვდის ჩვენ და გვღებულობს ჩვენ უღირს და უძღებ შვილებს. ამიტომ ძვირფასო ძმებო და დებო უნდა ვეცადოთ, რომ უფრო ხშირად სინანულით, უფლის იმედის წყალობით ვეზიაროთ ქრისტეს სისხლს და ხორცს და ამითი დაუახლოვდეთ უფალს, აი ამ სიახლოვის შედეგად გავძლიერდეთ სულიერად და ხორციელად, რომ შევძლოთ ღირსეულად წარმართოთ ჩვენი ცხოვრება. დღეს არის ასევე დიდი დღესასწაული, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ხსენება, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ ტაძარში მსახურობთ, ვინც შრომობს, ვინც გალობს, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ ტაძრის
მშენებლობაში გვესწრება აგერ წინამძღვარი ჩვენი ამ ტაძრის არქიმანდრიტი შიო, არქიტექტორი ბატონი ომარი გვესწრება ნაფეტვარიძე, კიდევ სხვები რომ არ გამოგრჩეს ვინმე, ბატონი გიორგი თავაძე და სხვები ერთმა დაგლოცოთ. საოცარია ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. აი ამითი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი და ეს მთელ სამყაროს აუწყა უჩვენა აი ამ დიდებული ხატის, სასწაულთ მოქმედი ხატის, რომელიც არის საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ჩვენთან მოვლინებით. და აი აქედან ჩანს, რომ უფალი მუდამ ზრუნავს ჩვენზე, არასდროს არ გვტოვებს და ასევე მუდამ ზრუნავს ჩვენზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. იგი ლოცულობს ჩვენთვის უფლის წინაშე, რისი ნიშანიც არის ამ შესანიშნავი ხატის მობრძანება ქართველთა მონასტერში. კიდევ ერთხელ ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ინებოს მკვეთრით აღდგომილმა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ჩვენი გულები გაანათოს, გაგვაძლიეროს სულიერად და ხორციელად, რომ დიდი სიხარულით და სიყვარულით უთხრათ ერთმანეთს. ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!